თანამებრძოლს, თანამოაზრეს ქუთაისიდან მიხეილ მესხს მინდა ვთხოვო შეეხმიანოს მათაც აქ და თქვენს მოგმართოთ. მოგესალმებით. ცხოვრებაში პირველად ვაძლევ თავს უფლებას და მოგმართავთ თავისუფალი ქუთაისელების სახელით. მადლობა ყველას მობრძანებისთვის. 60 დღე მარტში და აპრილში თქვენს პარალელურად რეგიონებში, ქუთაისში, ბათუმში და არა მარტო იმართებოდა აქციები. მე მახსოვს ქუთაისელი პოლიციელების სიტყვები. გთხოვდნენ, გვემუდარებოდნენ, რამე გააკეთეთ აქ, რომ არ წაგვიყვანონ თქვენი თანატოლების დასარბევად და საცემად, როგორმე დაგვაბით იმერეთში. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ქუთაისში დგანან, ვერ მოახერხეს წამოსვლა, მაგრამ ქმნიან მუდმივი პროტესტის კერას, რომ ხვალ და ზეგ 2 საათში აქ გაჩნდნენ, რომ იქაც არ ჩაქრეს ცეცხლი. მე მჯერა, რომ პროტესტი საყოველთაოა. უნდა მოედოს ყველა ქალაქს და პირველ რიგში თბილისს. და ბოლოს აქტიურად ცდილობს ჩვენი ძირ გამომპალი რუსული რეჟიმი ერთმანეთს თაობრივად გადაგვყიდოს. ავრცელებს ნარატივებს, რომ კარგი ახალგაზრდებმა ყველაფერი ეცადეთ, მაგრამ უბრალოდ ჩვენია, არა. იმ უბნებზე, სადაც მე ვიარე, მოხუცები მოდიოდნენ და არ წყვეტდნენ შემდეგი მესჯებით მოსვლას. მოდივარ თქვენი მომავლისთვის. ახალგაზრდა, მოხუცმა, შვილების, მამების, დედების, ბებიების და ბაბუების ყველა თაობამ გააკეთა სწორი არჩევანი. ეს არჩევანი მიითვისეს. ეს არჩევანი მოიპარეს. ამიტომ ვარ დღეს აქ. აივე კისერზე. განსაკუთრებით ახალგაზრდები მიხვდებიან. ჩემი ძიშვილის ხათრით ორივესი მიკეთია აკაცუკის ნიშანი. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესები საგვარეულო, ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ, ვის იდეალებზეც გაიზარდეთ. მერაბ კოსტავა, მისი სული, ცნობილი, ცოცხალი, შექმნილი პერსონაჟი თუ ადამიანი, ცხოვრები თუ ფანტაზიის ნაყოფი, ყველა იდეალი, რაზეც გაიზარდეთ, ყველა თავისუფლების ნაწილაკი დღეს თქვენშია. იყავით მყარად, არ დაიშალოთ, ქუთაისი თქვენთან არის, ბათუმი თქვენთან არის, მჯერა ყველა რეგიონში გასდება პროტესტის კერა. დიდება საქართველოს!